პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. გიორგი შარაშიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხის წინაშე. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო გახარიას გუნდი კვლავ პოლიტიკური კრიტიკის ობიექტი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამ ნაბიჯს ერთწლიანი ღალატის ლოგიკური დასასრული უწოდა. მხარეთა პოზიციებს პირდაპირ ეთერში ახლა მანანა დევაძე გაგვაცნობს. მანანა, გისმენთ. გიორგი გახარიას ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა, რომ ეს ბოიკოტი შეწყვიტოს და საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს. გახარია საქართველოსთვის 12 დეპუტატი პარლამენტში დიდი ალბათობით მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გამოჩნდება. გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილების მოტივი სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი შარაშიძემ განმარტა და საპარლამენტო ბოიკოტს შეცდომა უწოდა. მისი შეფასებით საპარლამენტო ბოიკოტი საერთო პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, რამაც ოპოზიცია პოლიტიკური ასპარეზიდან გააქრო. ამასთან გიორგი გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ქართული ოცნების მიერ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია ვერ უზრუნველყო და ბრძოლას პარლამენტში და საკრებულოებში განსხვავებული აზრის გადასარჩენად იწყებენ. პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია ფაქტობრივად გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, ოცნებას შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ გარდა საკუთარი თავისა. ერთი წლის წინ ვერ შევძლებთ საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება იყო შეცდომა. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას. ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას. რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები, მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის ოცნებას და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს. პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხზე გახარიას პარტიის მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან ლელო და ნაციონალური მოძრაობა. ანა წითლიძის შეფასებით ეს ნაბიჯი არის მოღალატეობრივი. მისი ინფორმაციით გიორგი გახარია მართველ გუნდთან ვაჭრობს და მისი პარტიის არ გაუქმების სანაცვლოდ პარლამენტში შესულით ქართული ოცნების ლეგიტიმაციას ცდილობს. მართველ გუნდის პოზიციას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გახარიას პარტიის 12 დეპუტატის პარლამენტში შემოსულით ერთწლიანი ღალატის ლოგიკური დასასრული იქნება და ის მოელის, რომ ეს 12 დეპუტატი საპარლამენტო ტრიბუნიდან მხოლოდ უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებს გაახმოვანებს. უნებრივია ეს არის ბატონი გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო თავიდანვე განსხვავებული. ჩვენ ჩავხსენთ მანდატები, დავტოვეთ საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, ეს საკითხი არის ამოწურული ჩვენთვის. ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გქონია და არ გვექრება არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიას და რომელიც არის არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანო. ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს. გახარიას ეს გადაწყვეტილება არის ჯერ ერთი ღალატი ქვეყნის შიგნით საქართველოს თითოეული მოქალაქის, ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანის, პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც ციხეში არიან. პარლამენტის წევრები რო იყვნენ, მე ვყოფილი ვარ და მახსოვს, როგორი მშიშრები იყვნენ და როგორ ეშინოდათ იმისი, რომ ოდნავ წინააღმდეგობა გაეწიათ მან და ჩემი დასაცავი ხდებოდნენ ხოლმე ჩხუბის დროს. შესაბამისად, ახლა ვინმეს მოლოდინი იმისი, რომ მათ პარლამენტიდან შეუძლიათ დაანგრიონ ქართული ოცნება, არავის არ აქვს ნამდვილად და ამისი თვითონაც არ ჯერათ. მათი ერთადერთი мотиваცია არის ქართულ ოცნებასთან ვაჭრობა. მათ შორის გახარია ელაპარაკებოდა ქართულ ოცნებას, რომ იმის
სანაცვლოდ რომ ის არ გააუქმონ და იმის სანაცვლოდ რომ მან რაღაცნაირად იარსებოს, ის მზად იყო ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაცია მიეცა და შესულიყო პარლამენტში. 3 წელი ვერ გაძლო ოპოზიციაში და სუპერძალოვანი მინისტრობიდან აგერ სუპერ შიშარა გაქცეულ ადამიანამდე, რომელიც ბერლინშია შეფარებული ეხლა და პირისბანს ბიძინა ივანიშვილს. ეს ყველაფერი იკითხებოდა კიდეც მოცემულობიდან, როდესაც მათმა ბელადმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო საქართველოს პარლამენტში არ შემოსვლა და მანდატებით არც სარგებლობა. ამ პარტიის 12 წევრი უკვე გახლავთ. საქართველოს პარლამენტის წევრი ისინი უბრალოდ არ გადადიოდნენ ამ დღემდე სხდომებზე. არც ამ ეტაპზე გვაქვს ჩვენ იმის იმედი, რომ რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ვინმე ჩაერთვება, თუმცა ისინი ალბათ უკვე აქ ახლოდან საპარლამენტო მანდატის ფარგლებში პარლამენტში გააჟღერებენ იმ სურვილებს და მიზნებს, რაც გარე ძალებს უცხოეთიდან აქვთ. 26 ოქტომბერი ახლოვდება და ყველა შევაჯამებ სარჯამში ერთწლიანი ქვეყნის ღალატის ისტორიას, რომელიც ჩაიდინა ეს რამდენიმე რადიკალმა ჯგუფმა და NGO-ებმა და ეს ყველაფერი ამ ფიქრობ რომ ლოგიკური დასასრული არის აი ამ ერთწლიანი ღალატის ციკლისა, როდესაც თუკი ჩვენ ვიხილავთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჩართულ საპარლამენტო ცხოვრებაში. უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა იყო, რომ უარი ეთქვათ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მანდატი საპარლამენტო მანდატზე, ჩაახსნევინეს ეს მანდატები და დაიწყეს მზადება ხელისუფლების დამხობისკენ და რევოლუციისკენ, ჩაეფუშათ ეს რევოლუციაც და დარჩნენ ახლა ასე მიგდებულები გარეთ. გახარიას პარტიასაც შეეხება მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსვლას რაც შეეხება შემოსვლები არიან 12 წევრი, ასე ვთქვათ, დღეს პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ ისინი აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. პარლამენტს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება მათი ყოფნით ან არ ყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება, ვფიქრობ, მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, რასაც მოისმენთ, ეს არის რაც გარედან დავალება მოდის. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური პარტიიდან გახარიას პარტია იყო ერთადერთი, რომელსაც საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, რის საფუძველზეც გაცდენების შემდეგ, გაუქმებული მანდატების შემდეგ პარლამენტმა მომდევნო 12 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, თუმცა ეს პარტია კვლავ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა და სხდომებს აცდენდა, თუმცა ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ გახარიას გუნდმა პარლამენტში შესulis გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სასესიო კვირიდან 12 დეპუტატი, მათ შორის გიორგი შარაშიძე და სოფო ხორგუანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. მადლობა მანანა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.